დილამშვიდობისა. საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანი. ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ და ადამიანის შესახებ როგორ უნდა ვიზრუნოთ. აი ამაზე ვსაუბრობთ ყოველდღიურად, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცით რა არის ყველაზე ფასეული და ვიცით რა არის ყველაზე მეტად გასაფრთხილებელი. რასაკვირველია ადამიანის სიცოცხლე. როდესაც ექიმები საუბრობენ ამა თუ იმ პრობლემაზე, მათ მდგომარეობას განამტკიცებს მათი ცოდნა და გამოცდილება. როდესაც ფართო საზოგადოება საუბრობს ამა თუ იმ პრობლემაზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოების ცნობადობის ამაღლებისათვის. თუმცა, როდესაც ჩვენ საუბრობთ ადამიანების მოვლაზე, როდესაც ჩვენ საუბრობთ ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესახებ, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა არის ერთი ინდივიდის და ოჯახის, მით უფრო მაშინ, როდესაც შინ მოვლაზეა ლაპარაკი, როდესაც რაღაცის შინ აღმოჩენაზეა ლაპარაკი, როდესაც თვით შეფასებაზე და თვით გასინჯვაზეა ლაპარაკი, როდესაც რეაბილიტაციასა და საკუთარი მდგომარეობის გამოსწორებაზე მსჯელობთ. ცოტა ქარაგმულად შეიძლება ჟღერდეს ეს შესავალი, მაგრამ გარწმუნებთ, დღევანდელი ჩვენი გადაცემა ძალიან ადვილად ახსნის თითოეულ სიტყვას, რომელიც გადაცემის შესავალში მე გამოვიყენე და სწორედ თვით გასინჯვით დავიწყებთ. დიახ, იმაზე ადვილი თითქოს არაფერია, ვიდრე საკუთარი სხეული მოვსინჯოთ და შევაფასოთ. არადა, სწორედ ეს შეიძლება აღმოჩნდეს პირველი მინიშნება პრობლემაზე და ყველაზე მარტივი გზა პრობლემის აღმოსაჩენად. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სარძევე ჯირკვალზეა საუბარი და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ძუძუს ჯანმრთელობას ვაფასებთ. გუშინ რა მარტი იყო, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა განსაკუთრებული ზრუნვითა და სიყვარულით ქალებზე საუბრობდა. მაგრამ განა შეიძლება იმაზე ყურადღებიანი იყოს ჩვენი სათქმელი, ვიდრე საუბარი ქალის ჯანმრთელობაზე და დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ სწორედ ამ ჭრილში ვისაუბროთ და ქალებს შევახსენოთ თვით გასინჯვა, თვით შეფასების და თვით შემეცნების გზა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენს ჯანმრთელობას ეხება საქმე. და რა თქმა უნდა, შინ მოვლის პირობებით უნდა გავიხსენოთ სახლის პირობებში, საყოფაცხოვრებო პირობებში აღმოჩენების გაკეთების შესაძლებლობას გავიხსენოთ და ამ რუბრიკას, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ჩვენი გუნდის წევრთან ერთად, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ. იგი გახლავთ ექთანი ქალბატონი თამარ დაუსი. თამნა, დილამშვიდობისა. გამარჯობა. როგორც წესი, მე სარგებლობ ხოლმე შემთხვევით და შენი სტუმრობის შემთხვევაში ვამბობ, რომ შენ წარმოადგენ იმ განსაკუთრებულ არმიას, რომელსაც ექთნები ჰქვიათ და რომელთა გარეშეც ადამიანის ჯანმრთელობა ვერც კი შეიძლება გავიაზროთ, რომ სწორედ ექთნები არიან ის შუამავლები, ვინც სამედიცინო გადაწყვეტილებებსა და ადამიანის უშუალო მდგომარეობას შორის მოძრაობენ, ცხოვრობენ, არსებობენ და ასე შემდეგ. ასეთ თემებს ჩვენ ვეხებით ხოლმე და დავუბრუნდებით კიდეც, თუმცა ძუძუს თვით გასინჯვა. რატომ აღმოჩნდა ეს ასეთი მნიშვნელოვანი და რატომ ცდილობს ექიმი, როდესაც პრევენციისათვის, განათლებისათვის აწვდის ცოდნას, ამ პროცესში ექთანმა შეიტანოს თავისი წვლილი და არის თუ არა მნიშვნელოვანი სწორად ვასწავლოთ თვით გასინჯვა. კი ბატონო. რაშიც დაგეთანხმებით, წეღან რაც ბრძანეთ, მარი არის ის, რომ არაფერი არ გჭირდება იმისთვის, რომ ისწავლო საკუთარი სხეული. ერთია, რომ არაფერი არ გჭირდება, თუნდაც ფინანსური, რო ჩავთვალოთ, ფინანსური საკითხი, მეორეა, არ არის აუცილებელი იყო ან ექიმი, ან ექთანი. იმისთვის, რომ გარკვეული манипуляციები ჩაიტარო საკუთარ თავზე, გარკვეული ქმედებები ჩაატარო და დროულად აღმოაჩინო, თუ არის რაიმე გადახრა. მაგრამ გადახრა რო აღმოვაჩინოთ, პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ ნორმა. ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი, რომ არა მხოლოდ ექთნებმა, მაგალითად სკოლის ექთნებს აკისრიათ ძალიან დიდი მისია ამასთან დაკავშირებით, რომ გოგონებთან და ბიჭებთანაც ჩაატარონ გარკვეული ტიპის საგანმანათლებლო სესიები. თუ როგორ უნდა მოხდეს საკუთარი სხეულის დათვალიერება და შესწავლა, ასევე ძალიან დიდი მისია აკისრიათ დედებს, რომლებსაც შეუძლიათ რომ გადასცენ ეს ცოდნა თავიანთ შვილებს.
რატომ აქვს ამას დიდი მნიშვნელობა? ნუ პრევენცია ვიცით, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენი ჯანმრთელობისთვის. და ადრეული აღმოჩენა. რა თქმა უნდა და მით უმეტეს ნებისმიერ სიმსივნესთან, მაგრამ მოდით ვისაუბროთ ზუძუს კიბოსთან, რახან ამაზე ვსაუბრობთ, არის გადარჩენის უდიდესი შანსი თუ ადრეულ ეტაპზე იქნება აღმოჩენილი და თუ არა ჩვენ ვის შეუძლია რომ ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინოს. როგორ ხდება? ახლა თვით გასინჯვა, როგორ უნდა დავიწყოთ? მოდით დავყოთ რამოდენიმე ეტაპად. პირველი არის ვიზუალურად შევაფასოთ ჩვენი თავი, ანუ გავიხადოთ და დავდგეთ სარკის წინ. და სარკის წინ უნდა შევაფასოთ მკერდის ზომა, სიმეტრიულობა, ფერი, როგორ მდგომარეობაშია ძუძუს თავი და ესე დავაკვირდეთ. ამას თუ გავაკეთებთ მაგალითად იმ სიხშირით, რასაც ქვია თვეში ერთხელ, თვალი შეეჩვევა და გადახრას თუნდაც ვიზუალურად შემჩნეულ გადახრას ადვილად შეამჩნევს ადამიანი. ანუ ნებისმიერ ცვლილებას. ნებისმიერ ცვლილებას. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, როდესაც სარკის წინ ვდგავართ, ეს არის დოინჯი გავიკეთოთ და კარგად მოვიჭიროთ წელზე ხელი, რომ შევკუმშოთ კუნთი, რომ კარგად დავათვალიეროთ მკერდი. როგორც ვწეღავ თქვით, ვაფასებთ ფერს. არის თუ არა რომელიმე ადგილას უფრო გამუქებული კანი, მაგალითად, ან არის თუ არა რომელიმე ადგილას უფრო ამობურცული კერდის ადგილი, ან ჩაზნექილი. როგორ მდგომარეობაშია ძუძუს თავი? არის თუ არა ძუძუს თავი ჩაბრუნებული, ვთქვათ, ერთი, არის თუ არა გაღიზიანებული. ესეთი ტიპის გაღიზიანება შეიძლება საცვალმაც გამოიწვიოს, ანუ არ არის აუცილებელი, რომ რაიმე განსაკუთრებული და კატასტროფული ხდება, მაგრამ აღმოჩენას ძალიან დიდ, თუნდაც ის, რომ საცვალი კარგად და სწორად იქნას შერჩეული, გოგონასთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემდეგი, რასაც ვაკეთებთ, ეს არის სარკის წინ დავდგებით, ისევ დოინჯი გვაქვს შემოკრული და გადავიხრებით წინ. ეხლა ასეთ მდგომარეობაში დავათვალიერებთ მკერდს და ვნახულობთ ზუსტად იგივეს, რაც წეღან ჩამოვთვალე. ამის შემდგომ იწყება უკვე ხელით შეხება და ასე დათვალიერება. ეხლა მოდით განვიხილოთ, გავყოთ ქალის ასაკი, რეპროდუქციულ ასაკი და რეპროდუქციული ასაკის შემდგომ რა ხდება. მაგალითად, როდესაც რეპროდუქციულ ასაკში არის ქალი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელით შეხების დროს, როდესაც დავიწყებთ ხელით გასინჯვას, menstruალური ციკლიდან იყოს გასული რამდენიმე დღე, რადგან ქსოვილს არ აქვს სითხე შენარჩუნებული, ქსოვილი უფრო რბილია, მაგალითად შესაძლებელია ეს გავაკეთოთ როგორც შხაპის ქვეშ, იქ უფრო დარბილდება ქსოვილი, ან შხაპის მიღების შემდგომ და ნუ ახლა ძალიან მარტივია კალენდარში დავიყენოთ შემახსენებელი, სულ არ არის აუცილებელი რომ გვახსოვდეს, ან აპლიკაციები არსებობს უკვე ისეთი ქალის ჯანმრთელობის, რომელიც შეგახსენებს თვითონ თუ როდის უნდა მოხდეს. უბრალოდ პასტით ფურცელზე ჩავინიშნოთ. ეს ყველაზე მარტივი. დიახ, ყველაზე მარტივი. ეხლა თქვენ ძალიან კარგი ფოტოები გაქვთ გამოტანილი თუ როგორ უნდა მოხდეს ძუძუს თვით გასინჯვა. უმნიშვნელოვანესია მაგალითად, ყველას გონია, რომ მკერდის თვით გასინჯვა უნდა დაიწყოს თვითონ მკერდის ქსოვილზე. არადა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეფასება მოხდეს როგორც ყელიდან დავიწყოთ, ჩამოვიდეთ ქვემოთ, ყველა ნეკნი მოვისინჯოთ და ერთ-ერთი ადგილი, რომელიც ყურადღებას მიღმა რჩება ხოლმე, არავის არ ახსენდება რომ და მოსინჯოს, ეს არის აი ეს გარდამავალი ნაწილი, აქედანაც ვაჩვენებ, ეს გარდამავალი ნაწილი, რომელიც არის იღლია, სანამ იღლია დაიწყება. იმიტომ რომ ხელი ჩადის ხოლმე და პირდაპირ იღლიის მოსინჯვა ხდება, მაგრამ აი ამ ნაწილის გასინჯვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ხა რატო ვსინჯავთ მაგალითად ყელს, რატო ვსინჯავთ მკერდის ძვალს, რატო ვსინჯავთ აი ამ ნაწილს? ან ნეკნების გასწვრივ. ან ნეკნების გასწვრივ. უხვად არის მომარაგებული ლიმფური კვანძებით და შესაბამისად ის ლიმფური კვანძი შეიძლება იყოს მიმანიშნებელი, გადიდებული, გაღიზიანებული, გამკვირვებული და როდესაც აღმოვაჩენთ, აი მაშინ უნდა აუცილებლად მივაქციოთ ყურადღება. მაშასე. ეხლა ვთქვით, ჩვენ ახლა ვთქვით, სად უნდა შევაფასოთ? ეხლა რითი უნდა შევაფასოთ? ხელზე 3 თითი უნდა დავიჭიროთ ესე და ხელზე აი ეს ნაწილი არის ყველაზე მგრძნობიარე ნაჭირსაც ხო ესე ვაფასებთ, რაღაცასაც ვაფასებთ, აი ამ ნაწილით, ყველაფერს ვაფასებთ ამ ნაწილით. აქ შეფასებისთვის უმნიშვნელოვანესი ადგილია, ხოლო ეს ადგილი ხანდახან ესიადებენ ხოლმე ზემოდან ადებენ, ეს
აქტიურად, ანუ შეხებით რომ შევიგრძნო რაღაცა, კარგი ადგილი არ არის, ეს არის კარგი სისხლის სასაღებად, აი მაგალითად ნაკლებად გრძნობი არის და ლაპარაკობთ ეს არის ძალიან გრძნობი არის. ეხლა როგორ უნდა დავაწვეთ კანს? ნახეთ, სამი ფენა უნდა შევამოწმოთ. პირველი არის კანი, ზედაპირულად, მეორე არის ცოტა ღრმად, უკვე კუნთთან და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი ვნახოთ და ასევე ძვალი გვაქვს. ანუ ძვალთანაც უნდა ჩავიდეთ. ანუ სამი ზეწოლა. პირველი ზეწოლა ზედაპირული, მეორე ზეწოლა ოდნავ უფრო ღრმა და მესამე ზეწოლა ძვლის ქსოვილიც რომ მოვისინჯოთ, ისეთი სიღრმით უნდა ჩავიდეთ. ერთი რისკია, ანუ რა შეიძლება გამომრჩეს, როგორ შეიძლება გამომრჩეს. თუ სტრუქტურაში არ მოვიყვანეთ რაღაცა, აუცილებლად გამოგრჩება. სტრუქტურაში რას გულისხმობ? აქაც კარგად არის დახატული. ანუ სტრუქტურაში ვგულისხმობ, რომ როდესაც დავიწყებ ყელიდან შეფასებას და დავიწყებ დაბლა ჩამოსვლას, ხელი არ უნდა ავიღო კანიდან. ესე თუ დავიწყე შეფასება, შეიძლება აი ამ ერთ აღებაზე გამომრჩეს კონკრეტული უბანი. ჩვენ თუ ვიზუალურად ვერ ვხედავთ რაღაცას გამობერილს, ესე იგი ძალიან პატარაა. ეს შეიძლება იყოს, აი რა შევადარო, ლიმონის თესლი. უხუდოს მარცვალი. ამას სჭირდება სკრუპულოზურად, აი ესე დავიწყო შეფასება, ხელი არ ავიღო კანიდან, ჩამოვიდე დაბლა, არ ავიღო, მერე ავიდე ზემოთ, ისევ ჩამოვიდე დაბლა, ისევ ავიდე ზემოთ, ეს შეიძლება ესე დახვეულად ავიდე და ჩამოვიდე, არ დავივიწყო იღლია, არ დავივიწყო ეს ნაწილი, ან დავიწყო წრიულად მოძრაობა, ანუ ძუძუს თავიდან დაწყებული და წრიულად წავიდე და გავშალო ეს დიაპაზონი, გავაფართოვო დიახ და ისევ არ დავიწყო იღლია. შესაძლებელია ეს გასინჯვა მოხდეს როგორც ფეხზე მდგომარეობაში, ეს ნიშნავს, რომ ერთი ხელი უნდა ავწიო ზემოთ, ანუ მაგალითად თუ ვისინჯავ მარცხენა ძუძუს, მარცხენა ხელი უნდა ავწიო ზემოთ და მარჯვენა ხელით უნდა დავიწყო შემოწმება. ან კიდევ ერთი ძალიან კარგი მომენტია, როცა დავწვევი, თავქვეშ ამოვიდებ ხელს, ეს იმას ნიშნავს, რომ მკერდის ქსოვილი გაიშლება გულმკერდის ზედაპირზე და უფრო კარგად შემეძლება რომ შევიმოწმო და იგივე მდგომარეობით, იგივე მოძრაობებით შევამოწმო მკერდის ქსოვილი. და დაგვრჩა ძუძუსთავი, ანუ რა გავაკეთო, თუ ვთქვათ გამონადენი ძუძუსთავიდან არის ისე რომ ხელი არ მოვუჭირე და გამონადენია, ესეც არ შეიძლება ყოველ შემთხვევაში კატასტროფად ჩაითვალოს, ანუ შესაძლებელია სხვადასხვა მიზეზის გამო იყოს ძუძუსთან გამონადენი, მაგრამ აუცილებელია რომ ასევე გასინჯული იყოს ძუძუსთავი ხელის მოჭერით, ხომ არ არის გამონადენი. და კიდევ ერთი. ადვილი შესამჩნევია. თავის სახელიც ქვია, ფორთოხლის კანის შეხედულება აქვს. ფორთოხლის კანის შეხედულება, ანუ კანზე მართლაც რომ წარმოვიდგინოთ ფორთოხალი, გამყრივებული ცოტათი ფორთოხლისფერი და ფორები ამაზე იქ, სადაც ჩვენი თმა ამოდის, აი ეს ფორებია უფრო კარგად შესამჩნევი, ეს ადგილიც ძალიან ყურადღება მისაქცევია. რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ხშირად მსმენია ხოლმე, არის ის, რომ ქალბატონები არ მიდიან როცა ნახავენ რომ რაღაც არის ექიმთან რამოდენიმე მიზეზის გამო. პირველი არის შიში. არ მინდა რომ მივიდე რომ რამე არ იყოს. რამე რომ იყოს, მაგიტომ უნდა მივიდე ზუსტად რომ დროზე ვუშველოთ. მეორე არის იქნებ თვითონ გაიაროს. კი, შეიძლება, მაგრამ ჯობს რომ ისევე პროფესიული რჩევა მივიღოთ, ვთქვათ იმ გავლასთან და მესამე. მე არ ვიცი, არ მაქვს სტატისტიკური მონაცემები, მაგრამ თუმცა მართლა ვისურვებდი, რომ უფრო მეტი მიმართვიანობა იყოს სკრინინგ ცენტრში. ესეც ერთ-ერთი პრევენციული უფასო მომსახურეობა, რომელიც ძალიან ადრეულ ეტაპზე შეძლებს რომ აღმოაჩინოს რაიმე ცვლილება თუ რომელიმე არსებობს ქსოვილში. აბსოლუტურად გეთანხმები, მით უფრო რომ ჩვენ საუბარი უნდა გავაგრძელოთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხით სულ რამდენიმე წუთის შემდეგ. ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს და ძალიან ბევრი თქვენგანისთვის ნაცნობი მდგომარეობა უნდა შეგახსენოთ. როდესაც ჩვენ რაღაც პრობლემა გვაქვს, როგორც წესი ეს პრობლემა მოიცავს ხოლმე მთელ ჩვენს არსებობას. და ძნელად ვტოვებთ ჩვენს ფიქრებში ადგილს იმისთვის, რომ რა იქნება შემდეგ ამაზე ძალიან დიდ ხანს ვიზრუნოთ.
კი გვეფიქრება ეს მდგომარეობა, მაგრამ ჯერ ვერ ვზრუნავთ, იმიტომ რომ ჯერ პრობლემას უნდა მოვუაროთ. მაგრამ როგორც კი დგება მომენტი, როდესაც თითქოს პრობლემა გადავლახეთ და გარკვეული ფაზა იწყება ჩვენი აღდგენის რეაბილიტაციის, მაშინ აღმოვაჩენთ, რომ ის რაც ვიფიქრეთ, ახლა უკვე უნდა განვახორციელოთ. როდესაც გვეფიქრებოდა, როგორი იქნება ჩვენი მდგომარეობა, მაგალითად ოპერაციის მერე, ეს მდგომარეობა დადგა და ასეთ შემთხვევაში ჩვენ უკვე უნდა ვიმოქმედოთ. როგორ ვიმოქმედოთ? ისე რომ მხოლოდ სიკეთე მოუტანოთ საკუთარ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ოპერაციული ჩარევა არის ჩვენი დღევანდელი თემის გაგრძელება. როდესაც ონკოლოგიური დიაგნოზის გამო სარძევე ჯირკვალზე იყო ჩარევა და ჩარევა იყო რადიკალური და ასეთ შემთხვევაში ქალს საკმაოდ დიდი რესურსი ჭირდება რეაბილიტაციისათვის, განსაკუთრებით კონკრეტული ჩივილების არსებობის შემთხვევაში და მიუხედავად ყველაფრისა, მას შეუძლია დამოუკიდებლად ყველა პროფესიონალისაგან, როგორც თვითგასინჯვის შემთხვევაში, სახლის პირობებში, საკუთარ თავთან პირისპირ დაიწყოს თავისი პრობლემების მოგვარება. როგორ მოდით ეს საკითხი ისევ თამარ დაუსთან ერთად გავარკვიოთ და გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. ჩვენ ვლაპარაკობთ მდგომარეობაზე, როდესაც ოპერაცია გაკეთდა და ქალების ცხოვრებაში იწყება ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპი ადაპტაციისა. ადაპტაციის, მათ შორის საკუთარ თავთან ადაპტაციის შეცვლილი სხეული მაქვს მხედველობაში და მაშინ, როდესაც პირისპირ ქალი რჩება საკუთარ თავთან და საკუთარ თავშივე უნდა იპოვოს ასეთი სამარჯვები. რატომ არის ასე დროს ვარჯიში მნიშვნელოვანი თამნა? პირველ რიგში მოდით გავიხსენოთ, როგორი, თქვათ, წარმოდგენაა ჩვენს უმეტესად საზოგადოებაში ესეთი წარმოდგენაა, რომ თუ ვინმე ავად არის, უნდა დაწვეს. და აი არ უნდა გაინძრე და უნდა იწვე. კი, არსებობს მდგომარეობები, როცა კარგია წოლა, მაგრამ ფიზიკური ვარჯიში ყოველთვის შველის. აბსოლუტურად არ ვგულისხმობ რაიმე დიდი დიაპაზონის მოძრაობებს. და ინტენსიურ დატვირთვა. აბსოლუტურად არ ვგულისხმობ. აი მაგალითად, რამდენიმე საათში მას მერე, რაც პაციენტი ქალბატონი გამოვა საოპერაციოდან. გაახელს თვალს და მართლაც რომ ახალი რეალობა დადგა. აი მხოლოდ თუნდაც ის ხელი, რომელ მხარესაც გაკეთდა ჩარევა. აი ესე რომ მოკუმოს და გაშალოს. მოხაროს შეკრას მუშტად. მუშტი შეკრას და გახშალოს. უკვე ვარჯიშია, უკვე ფიზიკური ვარჯიშია იმ კონკრეტულ მომენტისთვის ჩასატარებელი. შემდეგი ძალიან კარგი, რომელიც ასევე გუნება-განწყობასაც გამოასწორებს, მაინც ასე თუ ისე და თან ვარჯიშიც ჩაითვლება. რა თქმა უნდა, თქვენს მკურნალ ექიმთან ყველაფერი უნდა შეათანხმოთ, მაგრამ საკუთარი თავის მოწესრიგება, თუნდაც პირის დაბანა და თმების დავარცხნა არის ერთ-ერთი საუკეთესო ვარჯიში იმ ხელით, რომელზეც მოხდა ჩარევა. აი, მიზანმიმართულად იმ ხელით დაივარცხნა. დიახ. უკვე ვარჯიშია, იმიტომ რომ ამ ხელს ვამოძრავებ. რა ხდება ახლა, როდესაც თუნდაც აი ამას ვაკეთებ? სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება, რა თქმა უნდა, და შეხორცებისთვის ზუსტად ეს გვჭირდება, ლიმფის მოძრაობა უმჯობესდება, არ გვინდა შეშუპება და ზუსტად აი ესეთი მოძრაობები დაგვეხმარება. როდესაც ვწევართ, რა შეგვიძლია ასევე რომ გავაკეთოთ? შეგვიძლია, ჩვენ ძალიან გვიყვარს ეს ღრმა სუნთქვითი ვარჯიშები. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ვარჯიში, რომელმაც შეიძლება დაგვაწყნაროს კიდეც, გუნება-განწყობაც გამოგვისწოროს და გვავარჯიშოს ისე, რომ ლიმფა ამოძრაოს. რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის? ანუ როცა ვწევართ, აი მაგალითად შეიძლება მითხრან, რომ ახალი ოპერაციები ვარ, არ აქვს მნიშვნელობა სად მარია, შეიძლება იყოს აქ, შეიძლება იყოს მუცელზე, ვერ ვსუნთქავ, იმიტომ რომ ტკივა. პატარა ბალიში რო ავიღოთ და ფიქსაცია რომ გავაკეთოთ ჭრილობის, ან ხელით რომ გავაკეთოთ ფიქსაცია ჭრილობის, ცხვირით ჩავისუნთქოთ, მაგალითად 3 წამის განმავლობაში, ცოტა ხანი შევაჩეროთ სუნთქვა და ქისისებურად მოკუმული ტუჩებით ამოვისუნთქოთ, სულ რომ 5 ჯერ გავაკეთოთ ეს. საათში უკვე ნიშნავს, რომ ვარჯიში დავიწყეთ. აი უკვე გადავიდეთ იმ მომენტზე, როცა წამოვჯექით, ფეხზე დავჯექით და შეგვიძლია რომ რაღაცები გავაკეთოთ. აბა გავიხსენოთ, რას აკეთებს ადამიანი, როდესაც რამე ტკივა. აი ეს არის ის პოზიცია, რომელშიც არის ხოლმე როგორც წესი. ანუ ცდილობს რომ
დაიცვას ის ჭრილობა, ის არ იშლება. და ნელ-ნელა მოდუნდეს მაქსიმალურად რაღაც აი ესეთ დიახ, ესე დადის, ესე ზის, ესე ჭამს, ესე ელაპარაკება ყველას. ასეთ მდგომარეობაში ყველა ტკივილს ემეტება კისრის ტკივილი, ხრების ტკივილი, ზურგის ტკივილი და გვჭირდება ეს გაშლა. ამას ემატება კიდევ ერთი რაღაცა, როდესაც პალატაში ვარ, აი ამ პოზას ემატება ის კიდევ რომ ტელეფონს ვიღებ და ტელეფონში ვარ. ეს კიდევ დამატებითი ზეწოლაა ჩვენს კუნთებზე. რას ვშვებით, რა გავაკეთოთ? გადავდოთ ტელეფონი და მე ავდგები, თან რომ დავდგე და ისე რომ გავაკეთო. აქაც შეგვიძლია რომ ღრმა სუნთქვითი ვარჯიშები ვაკეთოთ. პირველი მუცელზე დავიდოთ ხელი. ჩავისუნთქოთ, გავაჩეროთ სუნთქვა და ნელა ამოვისუნთქოთ. ისევ დამზოგავი მდგომარეობებით რომ დავიწყოთ. ვეცადოთ რომ აი ეს პოზიცია გავასწოროთ და ნახეთ აი ეს კუნთი, რომელიც აქ-მაქ კეფიდან ჩამოდის და ესე მხარზე ჩამოდის. ეს უნდა მოვადუნო, ეს უნდა გავწელო და მოვადუნო. მარტივია, პირველი, გავიხედოთ გვერდზე, ცოტა გადავქაჩოთ თავი, ვიგრძნობთ ეს კუნთი როგორ დაიჭიმება, დავითვალოთ 5-მდე და გავასწოროთ ისევ თავი, დავდგეთ საწყის მდგომარეობაში. გავასწოროთ მეორე მხარეს გადავწიოთ თავი, გავჭიმოთ ეს კუნთი, დავრჩეთ ცოტა ხანი ამ მდგომარეობაში და გავასწოროთ ისევ 5-მდე ვითვლით და ვტრიალთ. ნელა გავაკეთოთ. დავიღალეთ? დავჭდეთ ისევე, არ არის აუცილებელი ყველა ვარჯიში ერთმანეთს მივაყოლოთ. შემდეგი რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ? აი ესე დავიჭიროთ ხელები, ეს დავიჭიროთ და შეგვიძლია ეს ხელები გავშალოთ, დავითვალოთ 5-მდე და უკან მოვიტანოთ ხელები. ისევ გავშალოთ. რას აკეთებს ნახეთ? ისევ ამ გაშლას ვაკეთებთ. სულ ვცდილობთ რომ ეს პოზიცია გავშალოთ. შემდეგი არის აი ესეთ მდგომარეობაში დავიჭიროთ ხელი და თითქოს ბეჭებს შორის მიდამოთი ვცდილობთ რომ რაღაც დავიჭიროთ. აი მაგალითად ჯოხი ჩაგვიდეს და გვინდა რომ ეს ჯოხი გავაჩეროთ. ანუ გავწერეთ ხელები, ბეჭისვლებით, დავითვალეთ 5-მდე და გამოვწიეთ ისევ ხელი უკან. ისევ გავწიეთ, დავითვალეთ 5-მდე და გამოვწიეთ უკან ხელი. შესაძლებელია ავიღოთ 300 მილიგრამიანი რაიმე ნივთი. ეს შეიძლება იყოს ნახევარი ბოთლი წყალი, გადავასხათ ნახევარი. და აი ამ მდგომარეობით მოვზიდოთ ხელი, ჩამოვწიოთ დაბლა. მოვზიდოთ ხელი, ჩამოვწიოთ დაბლა და იგივე გავაკეთოთ მეორე ხელს. და კიდევ ერთი ვარჯიში, ეს არის ჩვენ ხომ ვცდილობთ რომ დიაპაზონი დავუბრუნოთ, მოძრაობის დიაპაზონი დავუბრუნოთ საწყის მდგომარეობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ ერთი ხელი მეორეს არ უნდა ჩამორჩებოდეს. მივიდეთ კედელთან, ახლა რომ წარმოვიდგინოთ, რომ ჩემ წინ არის წარმოსახვითი კედელი და იმ ხელით, რომელზეც ჩარევა არ მომხდარა, იმ მხარეს ავწიოთ ხელი და მოვნიშნოთ, სად არის ჩემი დიაპაზონი, სად გაჩერდა. ანუ მაქსიმუმი რა არის ჩემი შესაძლებელი. აი იქ უნდა მივიდეთ ამ ხელით, მაგრამ ნელ-ნელა. რა თქმა უნდა, არა პირველივე და მეორე და მესამე დღეს. ის არის ჩვენი მიზანი. მეორე ხელით ესე მივიდეთ და კარგია ასევე თუ აი იმაზე რა ქვია, კედელზე ესეთ თითქოს ავდივართ, მივცოცავთ კედელზე. ესეც ერთ-ერთი ვარჯიშია ხომ? ამ სისხლმა და ლიმფამ რო იმოძრაოს, ავდივართ. გავჩერდი, ამის მერე აღარ მიშვებს, მოვნიშნოთ. ეს არის დღევანდელი მიღწევა. ხვალ გეგმა მაქვს, სულ 2 სანტიმეტრით ავწდე. მეორე დღეს ისევ ავიდეთ ზემოთ და ასე ნელ-ნელა ასეთი პატარა ვარჯიშებით აუცილებლად მივალთ იმ მდგომარეობამდე, რომ ჩვენს ზედა კიდურებში იმოძრავებს კარგად სისხლი, ჭრილობა უკეთესად შეხორცდება, რა თქმა უნდა. ვეცდებით, რომ ლიმფა არ დაგროვდეს და შეშუპება არ იყოს და მაინც მჯერა ძალიან წამს, რომ ვარჯიშის მერე გუნება განწყობილება ბევრად უკეთესია, ვიდრე ის, რომ აი ამ მდგომარეობაში ზიხარ და ელოდები ეს როდის გაივლის თვითონ. თვითონ რაღაცნაირად არ გადის ხოლმე. ჩვენი ჩარევა არის ძალიან მნიშვნელოვანი საკუთარ თავთან. აი ეს ვარჯიშები კარგი იქნება, თუ იქნება გათვალისწინებული ნებისმიერი ოპერაციის დროს და მით უფრო. როდესაც ჩვენ ვამბობთ ხოლმე გუნებგანწყობის გაუმჯობესებაზე, რა თქმა უნდა, ადამიანის მდგომარეობა და შეგრძნებები რომ უმჯობესდება, ეს აუმჯობესებს გუნებგანწყობას. თუმცა მეორე მხრივ
უკეთესი გუნებგანწყობა, უკეთესი სტიმულია ადამიანის მდგომარეობისთვის და ეს ერთმანეთთან დაკავშირებული პროცესია. ამიტომ ყველა იმ ფაქტორთან ერთად, რაც შენ ბრძანე, კარგი იქნება გამოიყენოთ სასიამოვნო მუსიკა. მერე რა, რომ ოპერაციის მერე ტკივილებია, მერე რა, რომ თავს ცუდად გრძნობთ, მერე რა, რომ ბევრი რამ გეფიქრებათ. ასეთ დროს ძალის მოკრებაში ძალიან მნიშვნელოვანია მოვიკრიფოთ ყველა რესურსი და აი ამ შეკრებაში ჩვენი გუნებგანწყობისთვის შეიძლება კარგი მასტიმულირებელი იყოს სწორედ სასიამოვნო მუსიკალური თანხლებით ამ ვარჯიშის შესრულება იმისთვის, რომ გარკვეული რიტმი შეუქმნათ ჩვენს ორგანიზმს და გარკვეული მოტივაცია შეუქმნათ ორგანიზმს. მე მესმის, რომ ეს არ არის მარტივი, ეს არ არის ნამდვილად ადვილი ნაბიჯები, მაგრამ შესაძლებელია სწორედ აი ამ პირველმა არასასიამოვნო ნაბიჯებმა ყველაზე დიდი გამარჯვება მოგვიტანოს. როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, მე ვუბრუნდები ისევ ექთნების თემას. იმიტომ რომ ჩვენ სისტემატურად სწორედ ამ პრაქტიკულ გამოცდილებასა და თეორიულ ცოდნას ერთმანეთთან ვახამებთ და ისევ უზიარებთ საზოგადოებას, რა შეიძლება გააკეთონ ბინის პირობებში საკუთარ თავთან პირისპირ. და რა კი ჩვენ ტრადიციულად ხვდებით ხოლმე გარკვეული ინტერვალებით და აუცილებლად გვექნება შეხვედრა მაისში, მე მინდა დღეს მაყურებელს გაუზიარო ჩვენი ახალი პროექტი. გადაცემის ახალი პროექტი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია თუნდაც იმ ერთგულებისთვის, რომელიც ჩვენი და ექთნების, ჩვენი გადაცემისა და ექთნების ურთიერთობას გულისხმობს. და აი ასეთ შემთხვევაში მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გთხოვოთ თვალი შეავლეთ ეკრანს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ჩვენი ორიგინალური მასალა. ეს არ არის ჩვენს მიერ მოპოვებული ფოტოები, ეს არის ყველასთვის ხელმისაწვდომი ამბავი, რომელიც გადავწყვიტეთ ჩვენებურ ამბადაც ვაქციოთ. როდესაც მთელ მსოფლიოში ექთნები ცდილობენ საზოგადოებას გაუზიარონ, როგორი რთულია მათი ცხოვრების გზა, როგორი რთულია მათი პროფესიული დატვირთვა და ამას ძალიან მარტივი პროექტით ახერხებენ, მაგალითად იღებენ სურათებს 12 საათიანი ცვლის დაწყებამდე და 12 საათიანი ცვლის დასრულების შემდეგ. ელემენტარულად როგორ გამოიყურებიან ეს ადამიანები 12 საათიანი სხვაობით და იმ 12 საათის განსხვავებით, რომელმაც უზარმაზარი რესურსი, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოემოციური და მენტალური მოითხოვა მათგან. და გადავწყვიტეთ, რომ სწორედ ასეთი ანალოგიით მოვამზადოთ ჩვენს პროექტი და აი ამ პროექტის ქართული ვერსია გვექნება მზად ჩვენ უკვე მაისში. მაშინ, როდესაც საგანგებოდ აღნიშნავთ ხოლმე ტრადიციულად ჩვენთვის ძალიან ძვირფას თარიღს, ექთნების მსოფლიო დღეს. მანამდე კი თუ თქვენ ექთანი ბრძანდებით, ან თუ თქვენს ოჯახში ექთანია, ან თუ თქვენ გეგულებათ თქვენს გვერდით ადამიანი, რომელიც აი ასეთ ჯაფაში ატარებს ცხოვრებას, აუცილებლად გაუზიარეთ ინფორმაცია ამ პროექტის შესახებ. ჩვენ ძალიან გაგვიხარდება, რაც შეიძლება მეტი ექთანი თუ გამოგვეხმაურება და თქვენ საჩვენებთ ჩვენ საზოგადოებას, როგორია თქვენი ცხოვრება, როგორია თქვენი პროფესიული დატვირთვა და როგორები ხართ ცვლის დაწყებამდე და ცვლის დასრულების შემდეგ. თამნა, მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ ბევრი ჩვენი კოლეგა გამოგვეხმაურება და მადლობას გეტყვი დღევანდელი სტუმრობისთვის. მე მაყურებელს ჯერ არ ვემშვიდობები, აუცილებლად შევახსენებ მაყურებელს, რომ ჩვენი რუბრიკა და ჩვენი საუბრები გაგრძელდება, დღევანდელი გადაცემა კი კვებით შუქნიშნით გაგრძელდება. კვებითი შუქნიშანი ჩემი პროფესიული სათქმელისთვის განსაკუთრებული დროა და სრულიად გასაგებია რატომაც. მთელი ჩემი საქმიანობა, მთელი ჩემი ცხოვრება უკავშირდება სწორედ აი ამ სფეროს და ამიტომ არავისთვის მოულოდნელი არ არის თუ განსაკუთრებული დამოკიდებულებით ვარჩევ ხოლმე და მოვნიშნავ ხოლმე ყველა იმ სიტყვას, რომელიც თქვენ უნდა გაგიზიაროთ. მაშინ, როდესაც ჩვენ ვიხსენებთ დამკვიდრებულ წარმოდგენებს, მაშინ, როდესაც სიახლეს გიზიარებთ, მაშინ, როდესაც ყველა ადამიანის, თითოეული ადამიანის საჭიროებას მივუსადაგებთ არსებულ ინფორმაციას. რა თქმა უნდა, თებში, რომელიც ჩნდება ჩვენს გადაცემაში, შეგვიძლია კარგად
გამოვიყენოთ როგორც საფუძველი, საძირკველი იმისთვის, რომ დღიური რაციონი მთავარი პრინციპის შესაბამისად გადავანაწილოთ. ყველა ჯგუფის პროდუქტი ერთმანეთს შევუხამოთ და ნახევარი ბოსტნეული და ხილი იყოს, მეორე ნახევარი ცილა მარცვლეულ ბურღულეულთან ერთად. თუმცა არ დაგვავიწყდეს აგრეთვე ის, რომ ადამიანის ცხოვრების წესს უამრავი ფაქტორი განსაზღვრავს, უამრავი მდგომარეობა განაპირობებს ჩვენი კვების მოდელს და ჩვენს არჩევანს და დღევანდელი ჩვენი კვებით შუქნიშანი სამარხო კვებას უკავშირდება და ამიტომ ბევრი წახნაგი აქვს შუქნიშანსაც და ბევრი წახნაგი აქვს თეფშსაც. მოდით უფრო დეტალურად ვისაუბროთ ამის შესახებ და გავიხსენოთ თავად მარხვასთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი. მაგალითად, როდესაც ჩვენ საუბრობთ კვების მოდელებზე, ჩვენ ვითვალისწინებთ მიზეს და არჩევანს და არჩევანის საფუძველს თუ რა გახდა იმის წინაპირობა, როდესაც ჩვენ კონკრეტულ კვებაზე გადავედით. საქართველოში, როდესაც მარხვაზე საუბრობენ, აუცილებლად ითვალისწინებენ იმას, რომ ყოველწლიურად 365-366 დღე გვაქვს გასავლელი და მართლმადიდებელი ქრისტიანები 150-160 დღეს საშუალოდ ყოველწლიურად მარხვაში ატარებენ. ეს არის უმნიშვნელოვანესი კვების მოდელი, რომელიც წინასააღდგომოდ, ახლა როდესაც უკვე პროცესშია, აუცილებლად მოითხოვს დაფიქრებას. სამარხო კვებაზე მე ძალიან დიდი ხანია, ძალიან ხშირად საუბრობ ხოლმე და ჩემთვის ეს ძალიან ძვირფასი თემაა, იმიტომ რომ ამაზე წლების მანძილზე მუშაობდით ბატონ გიორგი გოცირიძესთან ერთად, ეს გახლდათ არაჩვეულებრივი ეთნოკულტუროლოგი და ჩემს წიგნში მთელი თავი ეძღვნება სამარხო კვებას, იმის დასტურად, რომ ეს არ არის უნებურად კალენდარში მონიშნული თარიღის შესაბამისი კვება. სამარხო კვება არ გახლავთ კვება, რომელიც რომელიმე სხვა მოდელთან უნდა გავაიგივოთ, რადგან არსებობს აღკვეთის ტიპის ტრადიციები და სამარხო კვება განიხილება როგორც დროში აღკვეთილი კვება. ეს არის სწორედ ეთნოკულტუროლოგების შეფასება. ხოლო რაც შეეხება წმინდა სამედიცინო თვალსაზრისით, მე აუცილებლად გეტყვით მაქსიმალურად გაფართოებული ინფორმაციის შესახებ. მარხვა და სამარხო კვება არ გახლავთ მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდული კვებაა, ეს არ გახლავთ შეზღუდვა წონის კორექციისთვის და ჩვენ ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. მეორე, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია, გახლავთ ის, რომ მიუხედავად ცხოველური პროდუქტების შეზღუდვისა, სამარხო კვება არ გახლავთ ვეგეტარიანელობა და ვეგეტარიანელობა ეს სრულიად განსხვავებული ფილოსოფია. დიახ, ორივე შემთხვევაში ცხოველური პროდუქტების შეზღუდვასთან გვაქვს საქმე, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ არის სწორი სამარხო კვების ვეგეტარიანელობასთან გაიგივება. მესამე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ თავად სახელწოდება, რომელიც კვების მოდელზე მიგვანიშნებს. მაგალითად, ზღუდის აღმართვა, მაგალითად, განშორება. ეს არის ეტიმოლოგიურად სიტყვები, რომელიც გვეუბნება ფუძიდან გამომდინარე, რა იგულისხმება. მარხვაში დამარხვასთან გაიგივებულია სიამოვნების დამარხვა, ანუ სიამოვნებისაგან განშორებაა ნაგულისხმევი და ასეთ შემთხვევაში უკიდურესი დატვირთვა ორგანიზმისა, ეგრეთ წოდებული სამარხო დესერტებით, საკონდიტრო ნაწარმით და ასე შემდეგ, უკიდურესად განებივრება საკუთარი თავისა სიამოვნებით არ არის სამარხო კვების იდეოლოგიაში გათვალისწინებული. ეს არის თვითონ განმარტება სამარხო კვებასთან დაკავშირებული საკითხების. მაგრამ სამედიცინო თარგმანში აუცილებლად გეტყვით რამდენიმე თავისებურებაზე. სამარხო კვების მიმდინარეობაში უნდა შევაფასოთ ჩვენი მდგომარეობა. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ სამარხო კვებაში შესვლა და გამოსვლა. მარხვიდან გამოსვლის თავისებურება. სამარხო კვებაში შესვლაში გვეხმარება სწორედ ის გარდამავალი ეტაპი, როდესაც ჩვენ ყველიერის ფარგლებში ცხოველური
ცხიმების, ცილების და ცხოველური ნახშირწყლების გარკვეულ რაოდენობას ჯერ კიდევ მოვიხმართ. ეს არის რბილი გადასვლისთვის აუცილებელი შუარედური ეტაპი. ისევე როგორც მარხვიდან გამოსვლისთვის, ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის სარიტუალო საკვები პროდუქტები, რომელიც კონკრეტულ დღესასწაულს უკავშირდება. მაგალითად, როდესაც ჩვენ საუბრობთ მარხვიდან გამოსვლაზე აღდგომის პერიოდში, ჩვენ ვითვალისწინებთ ტრადიციულ სარიტუალო რაციონს, მოხარშული, მაგრად მოხარშული კვერცხის, ხაჭოს პასკის ან სააღდგომო ნამცხვრის სახით. ეს ის ოპტიმალური შემადგენლობაა, რომელიც ყველაზე დამზოგავი იქნება გარდამავალი პერიოდისათვის შეზღუდვიდან, უკიდურესი შეზღუდვიდან გაფართოებულ კვებაზე გადასასვლელად. შეიძლება თუ არა მარხვის პერიოდში წონაში მოვიმატოთ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვა და მე დადებითად უპასუხებ ამ კითხვას. ამ კითხვაზე პასუხი არაერთხელ მithქვამს და გამიზიარებია თქვენთვის, თუმცა სიამოვნებით კიდევ ერთხელ გავიმეორებ. დიახ, სამარხო კვება შეიძლება გახდეს წონაში მატების წინაპირობა, თუ ჩვენ არასწორად აღვიქვამთ სამარხო კვების მოდელს და რატომ? როდესაც ჩვენ საუბრობთ სამარხო კვებაზე, როგორც შეზღუდულ კვებაზე, მე გაგახსენებთ ნებისმიერი შეზღუდვა ორგანიზმისთვის არის სტრესი. სტრესი ქმნის წინაპირობას იმისთვის, რომ წონის მერყეობა დაიწყოს. ეს გახლავთ პირველი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. მეორე, ეს არის ნახშირწყლოვანი კვება და ძირითადად ნახშირწყლოვანი ხდება ეს კვება ფართო საზოგადოებისათვის სამწუხაროდ. ეს ხშირად არ არის დაბალანსებული კვება და აი ამ ნახშირწყლოვან კვებაში კიდევ უფრო გასათვალისწინებელი გახლავთ მესამე ფაქტორი, როდესაც ადამიანის მიერ მოხმარებული პროდუქტების დიდი ნაწილი არის ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლები და აი ამ ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლების პირობებში, როდესაც ადამიანი ცოტა მცენარეულ ბოჭკოს იღებს, ხშირ შემთხვევაში არ აქცევს ამას ყურადღებას, როდესაც არ იღებს მისთვის ჩვეული რაოდენობით ცილას და ცხიმს, რა თქმა უნდა, დანაყრების შეგრძნება არის ძალიან ძნელად მისაღწევი და ასეთ დროს ადამიანი შევსებას ცდილობს ნახშირწყლების ხარჯზე, განსაკუთრებით ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლების ხარჯზე, რაც თავისთავად ადვილად მოშიების, მადის გაძლიერების, დაუნაყრებლობის და შედეგად წონის მატების წინაპირობა ხდება. მე შემიძლია ეს მიზეზები გავაგრძელო, თუნდაც იმიტომ, რომ მეოთხე ფაქტორად დავასახელო მაგალითად ერთფეროვნება საკვებისა, ლობიანი, მაგალითად კარტოფილის ღვეზელი, პურფუნთუშეული და ასე შემდეგ. ეს ხშირად არის ის არჩევანი, რომელსაც ეყრდნობა ადამიანთა უმრავლესობა მარხვის პერიოდში. არადა სწორედ ამ არჩევანის დამსახურებით შეიძლება დაიწყოს წონის მატება და არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, როდესაც ჩვენ ცხოვრების წესის სხვა ფაქტორების კვებასთან შეხამებას ამ დროს ვერ ვახერხებთ და რა თქმა უნდა შედეგით მე აუცილებლად ვართ შეშფოთებული. თუმცა იმისთვის რომ სამარხო კვებას ჭრილი არ მიაყენოს წონის მატებამ, თუ თქვენ გადაწყვიტეთ რომ ამგვარი არჩევანი გააკეთოთ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რისკები. რა რისკები არსებობს? არ უნდა დაგვავიწყდეს სამარხო კვებაში წყლის ადეკვატური მოხმარება. როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი კვების მოდელი, როგორიც არ უნდა იყოს საკვები პროდუქტების არჩევანი, წყალი არის ის სასიცოცხლო ნივთიერება, რომელიც ყველა შემთხვევაში რჩება ჩვენი ორგანიზმის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. განსაკუთრებული სიფრთხილით მე ვისაუბრებ ალკოჰოლურ სასმელზე. რა თქმა უნდა, სამარხო კვება არ გულისხმობს ალკოჰოლური სასმელის გამოყენებას. მაგრამ თუ ცდუნებამ დაგძლიათ და ასეთი სასმელი გამოიყენებთ, გაწმუნდეთ, რომ ისიც კალორიული შევსების წყაროა და არა საკვები ნივთიერებების წყარო, იმის გათვალისწინებით, რომ 1 გრამი შაქარი გვაძლევს 4 კილოკალორია ენერგიას და 1 გრამი ალკოჰოლი გვაძლევს 7 კილოკალორია ენერგიას. რაც შეეხება მცენარეული ზეთების გამოყენებას, ანუ მცენარეული ცხიმების და კერძოდ ზეთის გამოყენებას. აქ გათამამება მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი არჩევანი, ერთ-ერთი და არა ერთადერთი ცხიმთან დაკავშირებული, არ გუმართებს
არ არის კარგი მცენარეული ცხიმების დიდი ულუფით მოხმარება. ჩვენ შევთანხმდით რატომ და ბევრჯერ ავხსენით რატომ. კიდევ ერთხელ გაგახსენებთ, ომეგა-6-ით დატვირთვა ანთების რისკს მხოლოდ ზრდის და თრომბოზის რისკსაც ზრდის. ამიტომ მე მაინც სიფრთხილის ზონაში მოვათავსებ ამ შემთხვევაში ზეთს. არა იმიტომ, რომ ეს პროდუქტი აკრძალულია სამარხოყვების დროს, არამედ იმის შესახსენებლად, რომ თუნდაც ნებადართული პროდუქტის დიდი რაოდენობით ზედმეტად თამამი გამოყენება შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. აღარაფერს ვამბობ მლაშე პროდუქტების და არაერთხელ ნახსენები ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლების გამოყენებაზე. ამ პროდუქტების სასარგებლოდ არ ვაკეთებთ არჩევანს. სამაგიეროდ მრავალფეროვნება, რომელიც არის ჩვენი კვებითი შუქნიშნის ზონაში, ჩვენს კედელზე წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, საუკეთესო არჩევანი შეიძლება იყოს სხვა პროდუქტებთან შეხამებული. როგორ? სწორედ თეფშის პრინციპით. თეფშის პრინციპით, სადაც ხუთი ფერის, ხუთი ჯგუფის პროდუქტია ნაგულისხმები და მარხვის დროს ამას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. მოდით გავითვალისწინოთ კანონზომიერება ჩვენი ორგანიზმის შენების და სწორედ ასე გავყვეთ კვებას. ცილა რომ უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი კვებითი რეკომენდაციის დროს ორგანიზმის ჯანმრთელობისათვის, სამშენებლო მასალად, ფერმენტებისათვის, ჰორმონებისათვის, ბოლოს და ბოლოს დასანაყრებლად, ეს ყველამ კარგად ვიცით. მაგრამ ცხოველური წარმოშობის ცილა, რომელიც მარხვის დროს არ არის ხელმისაწვდომი და მხოლოდ გამონაკლისის სახით არის გარკვეული პრობლემების მქონე ადამიანებისათვის ნებადართული, ესეც ძალიან კარგად ვიცით და აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ მარხვაში შესვლისას ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა გქონდეს შეფასებული და ჯანმრთელობის რისკები უნდა იყოს გათვალისწინებული და ეს უნდა ხდებოდეს აუცილებლად ექიმთან შეთანხმებით. იმის გათვალისწინებით, რომ ცილაზე საუბრობთ, მე გაგახსენებთ მცენარეული ცილის წყაროებს და აქ არაერთი წყაროა, რომელიც სწორედ სამარხოკვების დროს უნდა გამოვიყენოთ ეფექტიანად. მაგალითად, ლობიო ნებისმიერ თესლთან შეხამებული, ლობიო ნებისმიერ თხილეულთან შეხამებული, ლობიო სხვადასხვა სახის მარცვლეულ ბურღულეულთან შეხამებული. გვაძლევს ყველა ამინომჟავის მიღების საშუალებას. მე ლობიო მაგალითად მოვიყვანე, მაგრამ პარკოსნები ამის კარგი მაგალითია, ისევე როგორც აი ამ პროდუქტებიდან მიღებული ცილები სხვა ჯგუფის პროდუქტებთან კომბინაციაში ორგანიზმის საკომბინირებით შევსების შესაძლებლობას გვაძლევს. მოდით გავყვეთ სხვა საკვებ ჯგუფებსაც და შევხედოთ რამდენად მნიშვნელოვანია ბოსტნეულის ჩართულობა და არ დაგავიწყდეთ, რომ აქ მხოლოდ ბოსტნეული როგორც საკვების მასა კი არ უნდა განვიხილოთ, არამედ როგორც უნიკალური რესურსი მცენარეული ბოჭკოს მისაღებად, ვიტამინების და მინერალების მისაღებად, მიუხედავად იმისა, რომ ვიტამინებს და მინერალებს ენერგეტიკული დატვირთვა არ აქვს, ანუ კალორიებს არ გვაწვდის, მაგრამ ამ პროდუქტებში არსებული ნახშირწყლები გვაძლევს საშუალებას, რთული ნახშირწყლები გვაძლევს საშუალებას შევივსოთ ორგანიზმის მოთხოვნილება საკვებ ნივთიერებებზე და გარკვეულწილად კალორიებსაც. ხილის ჩართულობა, ეს არის ანტიოქსიდანტების, ანტიდამჟანგავების აქტიური გამოყენება, მცენარეული ბოჭკოს გამოყენება, კალორიული შევსება, გარკვეულწილად და აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალების შევსება. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ყველა უკვე ნახსენები პროდუქტის მარცვლეულ ბურღულეულთან დაწყვილება. არ არის საჭირო ყველაფერი რაფინირებულ ფქვილად ვაქციოთ. არ არის საჭირო უკიდურესად გადამუშავებული მარცვლეულ ბურღულეულის მოხმარება. თუნდაც საუზმეზე, თუნდაც ცომეულის ან საკონდიტრო ნაწარმის სახით. ყველა ეს პროდუქტი შეგვიძლია მთლიანი მარცვლეულის სახით გამოვიყენოთ და ასეთ შემთხვევაში მასში არსებული მინიმალური რაოდენობით მცენარეული ცილა, არსებული ნახშირწყალი, მცირე რაოდენობით მცენარეული ცხიმი და რაც მთავარია, სხვადასხვა სახის ვიტამინები, მცენარეული ბოჭკო სხვა ჯგუფის პროდუქტებთან ერთად იდეალურ კომბინაციას შექმნის. მოდით რამდენიმე პროდუქტს დავასახელებ, რომელთა გამოყენება ასევე შესაძლებელია მარხვის დროს კარგი ცხიმების სახით. დიახ, ზეითუნის ზეთი
კარგი არჩევანი იქნება, ისევე როგორც მაგალითად ხშირად ვამბობთ ხოლმე სხვა სახეობის მცენარეულ ზეთებზე, ზომიერი სახით რასაკვირველია ავოკადო, როგორც კარგი ცხიმი და სხვადასხვა სახის თხილეული და თესლი. თუმცა ხსნილის შემთხვევაში იმ დღეებში, როდესაც თევზის მიღება დაშვებულია, აუცილებლად გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და გამოიყენეთ კვების რაციონში ჩართეთ თევზი და თევზის პროდუქტები, ზღვის სხვა პროდუქტები. ძალიან საყურადღებო გახლავთ მაგალითად იმ ადამიანთა მდგომარეობა, რომლებიც მარხვის გამო ერთი შეხედვით შეზღუდულად იღებენ კალციუმს, იმიტომ რომ რძის ნაწარმი არ არის მათთვის ნებადართული, არა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სჭირდებათ. თუ თქვენ სამედიცინო პრობლემა გაქვთ, გარწმუნებთ ასეთ შემთხვევაში გაცილებით მნიშვნელოვანია საკუთარი ჯანმრთელობის ინტერესიდან გამომდინარე ეს საკითხი განიხილოთ რასაკვირველია ექიმთან ერთად და თქვენს სულიერ მამასთან ერთად. როდესაც თქვენ მორწმუნე ბრძანდებით, თქვენ ეს ძალიან გჭირდებათ. და ასეთ შემთხვევაში გარწმუნებთ არავინ იტყვის უარს არჩევანზე ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის სასარგებლოდ. ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და მოზარდების მდგომარეობა, საკითხის გააზრება ბავშვის ჯანმრთელობის და ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე მარხვის სასარგებლოდ გავაკეთოთ თუ არა არჩევანი და დავწონოთ ყველა საკითხი, ოსტეოპოროზის შემთხვევაში მივცეთ თუ არა კალციუმის მდიდარი პროდუქტები, მათ შორის ძის ნაწარმი და მცენარეები, რომელიც მცენარეული წყაროები და სხვა პროდუქტები, რომელიც მდიდარია კალციუმით. ხოლო რაც შეეხება იმ პირებს, ვისაც აქვს სისხლნაკლებობა, ვისაც აქვს რკინის ნაკლებობა ორგანიზმში, ამ ადამიანებსაც აუცილებლად სჭირდებათ ამ მდგომარეობის გათვალისწინება. ყველა იმ საფეხურის გავლა, რომელზედაც მე თქვენ მოგახსენეთ და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალბათ იმის გააზრება, რომ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უპირველესია და ნებისმიერი ფილოსოფია, ნებისმიერი სოფლხედველობა სწორედ ადამიანის ფასეულობას ეფუძნება და ადამიანის სიცოცხლის ფასეულობას. შესაბამისად, სისხლნაკლებობის შემთხვევაში რკინის შემცველი პროდუქტი თუნდაც ცხოველური წარმოშობის იყოს, ეს შეიძლება იყოს ნებადართული. რასაკვირველია იმ ურთიერთობის ფარგლებში, რომელიც უკვე ვახსენე, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავიაზროთ ჯანმრთელობის მდგომარეობა და ჯანმრთელობის ამოცანები, რომელიც ამ კონკრეტული ადამიანის შემთხვევაში არის აუცილებლად გადასაჭრელი და მოსაგვარებელი, ისევე როგორც რკინას შეუძლია როგორც ცხოველური, ასევე მცენარეული წარმოშობის პროდუქტებით შეგვივსოს ეს მოთხოვნილება. ხოლო რაც შეეხება ჩვენი ორგანიზმის წონასწორობას, ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს თუნდაც სამარხო კვების დროს და მით უფრო სამარხო კვების დროს ნაწლავის როლი, რადგან ნაწლავი არა უბრალოდ ჩვენი მეორე ტვინია, არამედ ეს არის ჩვენი ემოციური ველი, როგორი გუნებ-განწყობა გვაქვს, რამდენად გვანიჭებს ჩვენივე მდგომარეობა სამარხო კვების პირობებში ბედნიერებას, ის კათარზისი, რომელსაც გავდივართ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის თუნდაც სეროტონინის დონეზე, რომელიც უდიდესი ნაწილი და გადამწყვეტი ნაწილი სწორედ ნაწლავში გამომუშავდება, რამდენად მნიშვნელოვანია ნაწლავის წონასწორობა იმისათვის, რომ ჩვენი ორგანიზმი იყოს წონასწორობაში და რამდენად მნიშვნელოვანია ცხოველქმედების პროდუქტები, რომელიც ამ დროს ნაწლავში წარმოიქმნება, თუნდაც უკიდურესად შეცვლილი კვების მოდელის ფონზე, მით უფრო რომ ადამიანები არიან ხორციჭამიები, ბალახიჭამიები, კომბინირებული ტიპები, თქვენ გახსოვთ ნაწლავის მიხედვით ჩვენ პასპორტიც გვაქვს, ამიტომ სამარხო კვებასთან ადაპტაცია ყველა ორგანიზმს და ყველა ნაწლავს ერთნაირად შეუძლია. ამის გათვალისწინება გვჭირდება ჩვენ პირადად, სჭირდება ჩვენს მრჩეվել ექიმს და სჭირდება მთლიანად ოჯახს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ეს არა ერთი ადამიანის, არამედ საერთო საოჯახო კვების მოდელიც გიხდება. ეს იყო დღევანდელი ჩვენი საუბარი. რა თქმა უნდა, სამარხო კვებაზე მარხვის განმავლობაში მე არაერთხელ გაგესაუბრებით და მარხვიდან როგორ გამოვიდეთ, ამაზეც საგანგებოდ ვისაუბრეთ, თუმცა დღეს ამით გემშვიდობებით ჯანმრთელობას და ღირსებას გისურვებთ.